ახლა შენ გაიგებ იმას, რაც შენს ილუზიებს სამუდამოდ ჩამოშლის. შენი ურთიერთობის მომავალი დიდწილად შენზე და შენს ქცევებზე არც არის დამოკიდებული. შენი ურთიერთობის სცენარი წინასწარ განსაზღვრა ქალის ყოფილების რაოდენობამ. ახლა მე გაჩვენებთ რამდენიმე კვლევას. თქვენს წინაშეა გრაფიკი, რომელიც აჩვენებს რამდენად იქნება ქალი კმაყოფილი თქვენი ურთიერთობით იმის მიხედვით, თუ შენამდე რამდენ კაცთან ჰქონდა ურთიერთობა. და რას ვხედავთ ჩვენ? იმას, რომ თუ ქალს 4-ზე მეტთან ჰქონდა ურთიერთობა, ძალიან ცუდადაა საქმე. მაგრამ ვიღაცები იტყვიან, რომ საქართველოში ქართული მენტალიტეტიდან და ტრადიციებიდან გამომდინარე ეგ ისედაც ვიცით, რა გვინდა მაგისთვის უცხოური კვლევაო. მაგრამ ჩვენ ერთის მხრივ ჩვენი ხედვის ჩარჩოები უნდა გავაფართოვოთ და ცოტა სხვა კუთხიდან შევაფასოთ. უბრალოდ არსებობს რაღაცები, რაც არ იცი და უნდა იცოდე. რას გულისხმობ, მოითმინე და ვიდეოს მიმდინარეობისას მიხვდები. მეორეს მხრივ კი, დამიჯერეთ, ბევრი უკვე დიდად არც აქცევს ყურადღებას ქალის ყოფილების რაოდენობას. თუ ქალს 4-ზე მეტი პარტნიორი ჰყავდა, ის ბევრად ჭირვეული, ბევრად პრეტენზიული იქნება და არასდროს იქნება შენით ბოლომდე კმაყოფილი. მეორე გრაფიკი კი გვაჩვენებს, თუ რამდენად სტაბილური და მყარი იქნება თქვენი ურთიერთობა. და ჩვენ ისევ ვხედავთ, რომ თუ ქალის ყოფილების რაოდენობა 2-ზე მეტია, თქვენი დაშორების ალბათობა პიკზეა. ხოლო თუ 4-ზე მეტია, მაშინ თქვენი ურთიერთობა გარანტირებულად კატასტროფული იქნება და დაშორების ალბათობაც მაქსიმალურ ნიშნულზეა. მაგრამ ეს ჯერ არაფერია. ახლა კი გაჩვენებთ გრაფიკს, თუ რამდენად აწყობს ქალს შენთან ინტიმური სიახლოვე. და ჩვენ ისევ ვხედავთ, რომ თუ ქალს 3-ზე მეტი პარტნიორი ჰყავდა, დიდი ალბათობით ის მარცხნივ გადაუხოს ხოლმე. გამოდის, რომ ყოველი ყოფილი შენს ქალზე ტოვებს ნევროლოგიურ ანაბეჭდს. შედეგად ქალი ეჩვევა მოკლევადიან ეიფორიის ციკლს, რომელიც ურთიერთობის საწყის ფაზას ახასიათებს. და როგორც კი ეგ პირველადი ემოციები კლებას იწყებს, ის ეგრევე გარბის. ასევე თუ ქალს ბევრი მამაკაცი ჰყავდა, მისი ფსიქიკა დაშორებაზე ადაპტირებულია. მისთვის კონფლიქტები და დაშორება აღარ არის ტრაგედია. ეგ არის მისთვის უბრალოდ რუტინა. თავისთავად ჩვენ იმასაც უნდა ხვდებოდეთ, რომ თუ ქალს ბევრ მამაკაცთან ჰქონდა ურთიერთობა, მისი ფსიქოლოგიური სიჯანსაღე და მთლიანობაში მისი ემოციური შემადგენელი უბრალოდ გაცვეთილია. მას უბრალოდ აღარ აქვს მორალური და სულიერი რეზერვი იმისთვის, რომ შენ განსხვავებულად მოგექცეს. ანუ თუ ქალს 4-ზე მეტ მამაკაცთან ჰქონდა ურთიერთობა, გამოდის, რომ ის ბოლომდე კარგავს ექსკლუზიურობის მინიჭების უნარს. შენ უბრალოდ რიგითი მამაკაცი გამოდიხარ მისთვის. შესაბამისად შენს შემდეგაც რიგში კიდევ ბევრი დგას. ზოგადად ძალიან გულჩვილი უნდა იყო, რომ გჯეროდეს იმის, რომ რიგით მე-6 კი ვარ, მაგრამ მე მაგარი ბიჭი ვარ, მე სხვანაირად მომექცევაო. დამიჯერე მეგობარო, შენ მას ვეღარაფრით გააკვირვებ. მან ურთიერთობაში რისი დანახვაც შეიძლება ყველაფერი ნახა. რისი შეგრძნებაც შეიძლება ყველაფერი შეიგრძნო. და საერთოდ, რით აპირებ, რომ გააკვირვო? ყველა ის მკვეთრი ემოციური მომენტი მან უკვე 4-ჯერ გამოიარა სხვადასხვა მამაკაცთან. მაგალითად მოხუც წყვილებსაც აღარ აქვთ მკვეთრი ემოციური მომენტები. იმიტომ რომ უკვე ყველაფერი გამოიარეს. ამიტომ ისინი ნოსტალგირებენ მათ ახალგაზრდობაზე. იხსენებენ თუ რა ბედნიერები ვიყავითო და მაგ ნოსტალგიის პროცესით ტკბებიან. ზუსტად იგივე საკეთებს ქალი, რომელსაც ბევრ მამაკაცთან ჰქონდა ურთიერთობა. შენ მასთან ახალ, უნიკალურ ისტორიას არ ქმნი. შენ მის ცხოვრებაში შენი არსებობით უბრალოდ ახსენებ მას მის იმ სიგიჟეებით სავსე წარსულს. ყველა შენი სიტყვა, ყველა შენი ქმედება უბრალოდ წარსულიდან ნოსტალგიას ავიძებს მასში. თავისთავად თუ ახალგაზრდა გოგონამ მალევე მოასწრო 4 მამაკაცთან ურთიერთობა, მაგით მის ფსიქიკაში ფორმირდება უსასრულო გადარჩევის სინდრომი. მას ყოველთვის ის აზრი ექნება, რომ უკეთესი მამაკაცის პოვნაც შეიძლება. შედეგად ის იღებს ქრონიკულ უკმაყოფილებას. როგორი მამაკაციც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა ქნას, მასეთი ქალი ვერასდროს იქნება მისით კმაყოფილი. ეს ხომ ისედაც ნათელია, რომ რაც უფრო მეტი პარტნიორი ჰყავდა ქალს, მით უფრო არ წარმოადგენ მისთვის არაფერს. იმიტომ რომ ქალის ჰორმონალური სისტემა აღარ რეაგირებს შენზე ისე, როგორც უნდა რეაგირებდეს, როგორც იყო ეგ ყველაფერი თავდაპირველად მასში გაწერილი. ხოლო როდესაც ეგ სისტემა უკვე ძალიან გაცვეთილია, ქალმა შეიძლება იმაზეც კი ითუცუნოს, რომ ვეღარავისი შეყვარება ვეღარ შეუძლია. და მასეთ ქალთან რაც უფრო დიდი ხანი გრძელდება თქვენი ურთიერთობა, მით უფრო დიდი და გარდაუვალი კატასტროფით მთავრდება. მაგრამ მაგ ცვეთის საკვანძო უკუჩვენება არის ნეირომედიატორი ჰორმონი ოქსიტოცინის წყობის ჩამოშლა. როგორც უკვე ვიცით, ოქსიტოცინი არის სიახლოვეზე და ნათესაურ კავშირზე პასუხისმგებელი. შედეგად მისთვის საყვარელ მამაკაცთან დაშორება აღარანაირ ტკივილს აღარ აყენებს. მაგ პროცესიდან ის უბრალოდ აღარანაირ ტკივილს აღარ განიცდის. ვერც თავის ტკივილს და ვერც შენს ტკივილს ვერ განიცდის. აი WhatsApp-ზე რომ მეკითხებით ხოლმე, რანაირად შეიძლება ასე ფეხებზე ვეკიდო, რანაირად არ აქვს ოდნავ მაინც ემპათია, ჩვენ ხომ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდაო. იმედი მაქვს მიხვდით პასუხს.
გარკვეული დროის შემდეგ კი ქალის ტვინში ხდება ერთჯერადი ურთიერთობების მოდელის ფორმირება. ეგ არის უკვე, როდესაც ქალისთვის ბევრად მარტივია წასვლა, ვიდრე მაგ ურთიერთობისთვის ბრძოლა. მისი ნეირონთა კავშირები ისე არის ფორმირებული, რომ მას პრობლემის მოგვარებას უბრალოდ გაქცევა ურჩევნია. მაგალითად, თუ შენს ცხოვრებაში რაღაც კრიზისული მომენტია, ის დიდი ხანი არ დაგიდგება გვერდში. თავიდან დაგიდგება და მაგ გვერდში დგომას რაღაც ფორმალური სახე ექნება. შემდეგ ატეხავს პუნქტს, გადაგატანინებს ყურადღებას სხვა რამეზე და აუცილებლად წავა შენგან. თუ ქალს ბევრი მამაკაცი ჰყავდა, მის თავში ყოველთვის არის გადანახული მამაკაცთა სარეზერვო ვარიანტები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ შენ ჯერჯერობით მისთვის აი ის საუკეთესო ვარიანტი ხარ, რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ. თუ ქალს 4-ზე მეტი პარტნიორი ჰყავდა, ყოველი მომდევნო უკვე ექსკლუზივი ვეღარ არის, უბრალოდ სტატისტიკაა. ამასობაში თუ შენ ყველა მის ყოფილზე უკეთესი არ ხარ, მაშინ ის მომენტალურად გაგაუფასურებს. მაგალითად, პირველი მისი ყოფილი მდიდარი იყო, მეორე სპორტსმენი, მესამე ქარიზმატული, მეოთხე ვნებიანი. გამოდის, რომ რაღაც ჯადოსნური მეთოდით შენ ყველა მათგანს უნდა აჯობო. როგორც კი რამე წვრილმაში მაინც ვერ გაქაჩავ, ეგრევე რთავს ქალი გაუფასურების რეჟიმს. ასეთ ქალს ასევე აქვს ფორმირებული დოფამინის ძალიან მაღალი დოზის მიმართ რეზისტენციალურობა. იმიტომ რომ თუ მას ბევრ მამაკაცთან ჰქონდა ურთიერთობა, ეგ ნიშნავს იმას, რომ ის თავისი დოფამინის სისტემის ჰიპერსტიმულაციით იყო დაკავებული. და ახლა უბრალოდ დაფიქრდი, რანაირად შეიძლება შენ მას მისცემ მკვეთრი ემოციები. არა, ნუ რა თქმა უნდა შეგიძლია მოусმინო დახურულ ლექციას, ურთიერთობის მართვას და შემდეგ მიხვდები სქემას, რანაირადაც შეიძლება. თავისთავად ისიც უნდა ვახსენოთ, რომ ქალს, რომელსაც 40 წლის ასაკში ჰქონდა 3 ურთიერთობა და ქალს, რომელსაც 25 წლის ასაკში ჰქონდა 3 ურთიერთობა, ორი სხვადასხვა რამ არის. ასევე ისიც მე მგონი გასაგები უნდა იყოს, რომ ვიზუალურად ლამაზ ქალებს უფრო მეტი პარტნიორი ჰყავდათ. ბანალურად იმიტომ, რომ მათზე დიდია მოთხოვნა, მეტი ცდუნება აქვთ, მეტი მაცდური შეთავაზება აქვთ. თავისთავად ქალი გაცნობისას ყველაზე უკეთეს შემთხვევაში მაქსიმუმ თავის 3 ურთიერთობაზე მოგიყვება. როგორც პრაქტიკამ მაჩვენა, 3-ის შემდეგ გარბენის ამთვლელი რატომღაც უფუჭდებათ ხოლმე. აშკარად რაღაც საერთო, ქარხნული დეფექტი აქვთ. ჩნდება კითხვა, თუ ეგ ეგრეა, მაშინ რატომ ხდება ხოლმე ვიღაცას ისეთი ქალი, რომელსაც 3 პარტნიორი ჰყავდა და იმ ქალზე ბევრად უკეთესია, რომელსაც ვთქვათ 1 ჰყავდა. აქ უკვე ირთვება დეტალების შემჩნევისა და სწორად გაანალიზების უნარი. ყველაფერი არის ქალის ცხოვრების სცენარზე და მის გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული. შეიძლება ამ ქალს 3-ვე მოღალატა და მიატოვა. და მისი დანაშაული არც არაფერში არ არის. უბრალოდ ასე ვთქვათ არ გაუმართლა. ძალიან იშვიათ შემთხვევაში ასეთებიც ხდება. ხოლო ის ქალი, რომელსაც 1 პარტნიორი ჰყავდა, რამდენიმე წელიწადში შეიძლება მაღალგარბენიან პრინცესად გადაიქცეს. ანუ იმას ვგულისხმობ, რომ არ უნდა იყო ვიწროშობლიანი და არ უნდა იაზროვნო შაბლონურად. აქ ყველაფერი დეტალებში იმალება. მაგრამ 100%-იანი რაც არის შემდეგი. თუ ქალს უბრალოდ გართობის მიზნით შეუძლია, რომ მამაკაცებს შეხვდეს ხოლმე, გაეცნოს, კაფეებში იაროს, გამომწერები აგროვოს და რაღაც მაგვარი, მაშინ ის უკვე ღრმად დეფექტური ადამიანია. მასთან ურთიერთობის შენების სურვილი უბრალოდ კოსმიური მასშტაბის სიბრიყვეა. მოდით ახლა სამართლიანობისთვის გულწრფელები ვიხოთ. მასეთ ქალებს ურთიერთობის შენებისთვის უმეტეს შემთხვევაში მასეთივე მამაკაცები ირჩევენ, რომლებისთვისაც ქალებთან კაი დროის ტარება უბრალოდ კაი პონტია. რომელსაც ქალის ვიზუალზე დორბლი მოსდის, რომელიც აი ძმაკაცებს მოუყვება და იამაკებს თუ რა მაგარ ნაშასთან ჰქონდა ურთიერთობა. რომელიც თვლის, რომ მე ალფამამრი ვარ და ჩემთვის მოსულაო. ზუსტად თქვენ გელით წინა ის კოსმიური მასშტაბის სიბრიყვე. მე კიდევ ერთხელ მინდა მნიშვნელოვანი რაღაცის დაფიქსირება. რომ ყოველი ახალი მამაკაცით ქალი კარგავს ურთიერთობის გადარჩენის мотивაციას. იმიტომ რომ მისი ბიოქიმია პარტნიორების ხშირ შეცვლაზე არის ადაპტირებული. ნებისმიერი ნორმალური, ადეკვატური ურთიერთობა მასეთი ქალისთვის უბრალოდ მოსაწყენი ხდება. მე მეცაც გეტყვით. მასეთი ქალებისთვის შეფასება მამაკაცთა ყურადღებაზე დგას. ეგ კი იმას ნიშნავს, რომ მას სულ უნდა, რომ მამაკაცებს სულ უნდოდეთ ის. ეგ კი იმას ნიშნავს, რომ ის აუცილებლად იქ სადღაც გვერდზე იფლირტავებს ხოლმე. ფლირტი კი აუცილებლად ადრე თუ გვიან სრულფასოვან ღალატამდე მიიყვანს მას. აქვე იმასაც დავაყოლებ, რომ ნუ დაიწყებთ ახლა ამ ვიდეოდან გამომდინარე რაღაც სულელური დასკვნების გამოტანას. მაგალითად, თუ ქალიშვილია, მაშინ მასთან ყველაფერი კარგად იქნება. ეგ თავისთავად არ არის მასე. ყველაზე გარყვნილი ქალიც კი ოდესღაც ქალიშვილი იყო, ყველა მათგანს თავიდან ნული ჰქონდა გარბენი. ამიტომ არც ეგ ნული არ არის საუკეთესო მომავლის გარანტია. ვიღაცამ შეიძლება სრულიად სამართლიანად თქვას, რომ იგივე პრინციპი მუშაობს მამაკაცებზეცო. და კი, მე დაგეთანხმებით. მაგრამ აქ არის ერთი ძალიან დიდი სხვაობა. ძალიან ბევრი მამაკაცია, რომელმაც გადატეხა თავისი ცხოვრების სცენარი და გამოსწორდა.
მამაკაცის ბიოქიმია და მისი ფსიქიკის წყობა აძლევს მას ამის პოტენციალს. თქვენ შეიძლება ბევრ მამაკაცს იცნობდეთ, რომელმაც იგულავა და შემდეგ პატიოსანი ქმარი და მამა გახდა. მაგრამ არც ერთი ქალი არ შეხვდებათ, რომელმაც იგულავა და შემდეგ პატიოსანი ცოლი და დედა გახდა. ქალის შემთხვევაში ეგ არის წითელი ხაზი, უკან დაუბრუნებლობის წერტილი, რომელსაც როდესაც გადალახავს, უბრალოდ უკან ვეღარ ბრუნდება. რა თქმა უნდა, სასწაულები ხდება ხოლმე, მაგრამ მე ოჯახის შექმნის პროცესში მაგ სასწაულზე არ გავაკეთებდი გათვლას. თუ შენ გეჩვენება, რომ მე რამეს ვაბუქებ, ან შენი შემთხვევა რაღაც უნიკალურია, არც ეგ არის პრობლემა. ეს ყველაფერი შენ შეგიძლია საკუთარ ტყავზე გამოცადო. სრულად თავისუფალი ხარ შენს გადაწყვეტილებაში. გამოცდილება არის ის, რაც განასხვავებს მამაკაცს პატარა გულჩვილი ბიჭუნასგან. ძალიან მცირე ნაწილი სწავლობს სხვისი გამოცდილებით. უმრავლესობის ერთი ნაწილი საკუთარი გამოცდილებით სწავლობს, მეორე კი საერთოდ არ სწავლობს. ხო და ვისაც არ უნდა საკუთარ ტყავზე გამოცდა, მათ გირჩევთ დახურული ლექციების შემეცნებას. და ეგ ლექციები არ არის უბრალოდ რაღაც რიგითი ცოდნა. ეგ არის შენი გამარჯვების გასაღები. გმული ტრადიციულად აღწერაში და პირველ კომენტარშია.